აი ხარ. ძალიან სერიოზულ ინფორმაციებს ვამატებ და ვამატებ. აი პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მე ახლა შესული ვარ ანუ ინფორმაციულ ზღვაში, აი ინფორმაციულ ზღვაში ვარ შესული და იმდენად დიდი ინფორმაციები მიგროვდება, რომ ეს იქნება უნიკალური და განუმეორებელი ან მთელი ქვეყნის მასშტაბით რა, რომელსაც ვერავინ ოდნავადაც კი ვერ დაეწევა. უკვე იმხელა, ესე ვთქვათ, ტრამპლინზე ვარ ამხტარი ამ ინფორმაციების თემაში რა. კვანტური ფულის თემას მე კიდე უფრო გავშლი, მე კიდე. კარგი ხარისხია, ხო? S24 პლუსი, Samsung-ი. არა, პირიქით. ციფრული ფული არის გაგრძელება ჩვეულებრივი ფულის. ჩვეულებრივი ფულის გაგრძელება, კვანტური ფული არის, ესე ვთქვათ, ანუ კვანტური ვალუტა, ესე რომ ვთქვათ რა, როდესაც შენ არ ხარ ხელფასზე დამოკიდებული, ან მატრიცაში და ზოგადად კაპიტალისტურ სამყაროში ამიტომ შეიქმნა ეს სამსახურები, რომ შენ იყო დამოკიდებული ხელფასზე, ანუ მონური იდეოლოგიაა რა. ამიტომაც კვანტური ფული ნიშნავს იმას, რომ ანუ ადამიანი მუშაობს, აი ესე რომ ვთქვათ, მე გავყავი ორად, ხო? ეს არის დემონური მატრიცა და კოსმოგონიური მატრიცა. აი ხარ ხო და კოსმოგონიურ მატრიცაში არის კვანტური ფული, დემონურ მატრიცაში არის ხელფასი. აი ხალხი მაგათ რაზეა საუბარი. ხალხი ვინც ორ სამსახურში მუშაობს, მესამე სამსახურს ეძებს და რაღაცა, ის ჩაბმულია უკვე მარკეტინგულ, ესე ვთქვათ, მარკეტინგურ მორევშია ჩათრეული რა. ინდიფერენტული თავისუფლების მარკეტინგულ მორევშია ჩათრეული, სადაც მონურ სამსახურს ეწევა, მუშაობს სხვაზე, ამდიდრებს ოლიგარქებს ამდიდრებს, მილიონერებს ამდიდრებს, კორპორაციებს ამდიდრებს და რაც კი ხელფასი რაც კი რჩება დანარჩენით ისევ კორპორაციებს ამდიდრებს და დიდ მსხვილ ბიზნესებს ამდიდრებს იმ პროდუქტების მოხმარებით, რომელსაც ესე ვთქვათ ტელევიზიით და ინტერნეტით ურეკლამებენ ეს ფირმები რა და ბრენდები. კოსმოგონიურ მატრიცაში, როდესაც გადადის ადამიანი ფინანსურად უკვე კოსმოგონიურ მატრიცაში იქ ფინანსების ანუ თვითონ ფინანსებთან შეხება გააქვს, მაგრამ ფინანსები არ არის თვითონ ფული, გინდა ვთქვათ ანგარიშზე დაგერიცხება თუ ხელში ქეშად გეჭირება, იქნება ერთ-ერთი საშუალება. გეტყვი, იქნება ერთ-ერთი საშუალება, როგორც ვიღაცამ სქეიფზე დაგპატიჟა, მიხვედი კეიფე, იგივენაირად არის იქ, ანუ ერთ-ერთი საშუალებაა და არა ერთადერთი ფული რა ამ დროს. კარგი გამოდის. არა, ეს კარგი და ცუდი ესე არ გადისაზღვრება რა. ბიზნესი თუ გაქვს და შენ ხელფას უხდი, გადაუხადე რა ჯობია მაგას. მაგრამ აქ არის საუბარი, ნახე როგორ არის ჩვენ ეს ჩვენ უნდა დავისახოთ მომავლის პროექტად, იმიტომ რომ ნაწილი შეძლებს, ნაწილი ამას ვერ შეძლებს. რა თქმა უნდა, ყველა ვერ შეძლებს, იმიტომ რომ მონური სისტემიდან გასვლა
ბოტებისთვის ეს არის წარმოუდგენლად რთული რამე და ანუ არ შეუძლიათ რა. და სამომავლოდ უბრალოდ უნდა გადავიდეს ციფრულ ფულს როდესაც ჩაიხსნები, ჩვენ უნდა გადავიდეთ, ესე ვთქვათ, ღმერთის ანაბარად რჩები რა. არ ვიცი, არა, სხვანაირად ვსვავ კითხვას, ანუ აქ რა შუაში არის ბიზნესი? არა, ხელფასი შენ ამდენიც გინდა გადაუხადე, შენ ამდენ ხელფასს უხდი და როგორ ეპყრობი აქ მაღაზია კი არ არის ლაპარაკი. ის როგორ ცხოვრობს, ამაზეა საუბარი. ანუ თლიანად ანუ მომხმარებელი არის ადამიანი ამ კორპორაციების მიერ ნაწარმის. ანუ ადამიანები რასაც ცხოვრობენ, ადამიანები ცხოვრობენ სხვისი ცხოვრებით რა. და მე რა ვლაპარაკობ, რამეს კი ვერ შევცვლი მაგით. მაგრამ ვიღაცები რაღაცებს გაიაზრებენ. აქ არის საუბარი იმაზე, რომ სწავლობენ ადამიანები და წლებს ხარჯავენ აი სრულიად ტყუილად. აი მაგალითად ავიღოთ ერთი ბლოგერი გოგონას დღე, რომელიც დგება სიტყვაზე TikTok-ზე რა უდევთ ვიდეოები. აი წარმოიდგინე. გოგონა რომელიც დილაზე დგება, იკეთებს მაკიაჟს, ეხა უყურე, სიტყვაზე რუსთავიდან მოდის თბილისში ლექციებზე. აი უყურე, სტუდენტი გოგონა რუსთავიდან მოდის, ცოტა შორიდან დავინახოთ რა, შორიდან მომავალი სტუდენტის. დილაზე გოგო დგება, იკეთებს გოგოზე გავაკეთოთ აქცენტი, იმიტომ რომ ეს მაკიაჟი და თემები, ანუ გოგოებს მთელი ეს პროცესები აქვთ რა. და გოგოები უფრო მეტ რამეს მოიხმარენ, ანუ რესურსებს, რომლებიც ადამიანს საერთოდ არ აჭირდება. ანუ დილაზე დგება, ცოტა წაიხემსებს, რაღაცა ეთერლუკვა შეჭამს. ანუ ბლოგერობენ რა, ესე რომ ვთქვათ, ბლოგებს როდებენ TikTok-ზე. გაიკეთებენ საათნახევრიან მაკიაჟს, ანუ მაგაზე ვღადაობთ ხოლმე რა, რომ საქართველოში გოგოები უნივერსიტეტში რო დადიან, ისეთ მაკიაჟებით დადიან, აი ქორწილში ისეთ სამეჯლისო კაბებით და რაღაცა მაკიაჟებით დადიან, იმიტომ რომ აი ქორწილებში რო დადეს ხალხი ეგრე რა. ნუ რა თქმა უნდა, ანუ ლამაზი ვინც არ არის, ის იკეთებს ყველაზე მეტ მაკიაჟს, რა თქმა უნდა, ეგ ეგრეა. ხო და იკეთებს მაკიაჟს, მერე კარნავალზე, აი მიდიან საათნახევარი 2 საათი პირდაპირ მნიშვნელობით, აი სახლიდან გამოსვლა, ავტობუსში ჩაჯდომა, რაღაცები. მთელი ეს პროცესები ლოდინი, ავტობუსში ჩაჯდომა, წასვლა თბილისში გადაჯდომა, 500 ავტობუსზე გადაჯდომა, 500-ზე. ნუ არის ავტობუსები ეს რუსთავის ავტობუსები, რომლებიც პირდაპირ მათ უნივერსიტეტებთანაც მიდის, ეგეც არის, მაგრამ ცოტა რო ვიხუროთ. მივლენ 3 ლექციას დაესწრებიან. მეოთხე, არ ჩატარდება, გააცდენენ რაღაც ეგრე. გამოვლენ, ეხლა იმის ლანჩის დრო მაქვს, რაღაცა იმას შეჭამენ, ცეზარს და ცივყავას მიაყოლებენ. ანუ გეხოცებ, რაში დაიკარგა მისი დღე, რაღაცა ქსეროქსებს გადაიღებენ. მეგობართან ერთად მე პარკში გაისერნენ და წამოვლენ სახლში. ანუ ტიპმა იმ დღეს 50-70 ლარი დახარჯა. სრულიად არაფერში. ანუ ეს ყველაფერი არის რა. ანუ ადამიანმა იცხოვრა იმ ცხოვრებით, რომელიც გაუწერეს იდეოლოგიით რა. რომ ეგ უნდა უნივერსიტეტში უნდა წავიდეს, ეკეთოს ესეთი მაკიაჟი. იქ ლანჩზე შეჭამოს. ანუ ეს არის დადგენილი სტანდარტები, რომელსაც ტელევიზიიდან და სერიალებიდან, ბავშვობიდან უყურე. როგორ უნდა იცხოვროს. ანუ ადამიანი ცხოვრობს რობოტივით, ანუ თავისი ცხოვრებით ვერ ცხოვრობს. ეს ახლა რა კვანტურ ფულზე უნდა გადავიდეს, ხვდები? ამ დროს ადამიანის რეალური ცხოვრება არის თავისუფალი ცხოვრება. კი, NPC-ა. და ჩვენ უნდა გადავიდეთ თავისუფალი ცხოვრების ტიპზე და რეჟიმზე. მომავალში. რა თქმა უნდა, გააჩნია პოლიტიკური მდგომარეობა, რა დროს როგორი იქნება. ხალხი რამდენად მოვა აზზე. ბევრ რამეს გააჩნია, მარტო მე ვერ გადავწყვეტ ყველაფერს. ხო ხვდებით? და აი მაგაზია დამოკიდებული რა. საბოლოო ჯამში მე ვამბობ იმას, რომ უნდა მოხდეს ზოგადად ფულზე ჩახსნა. ანუ ფულზე, ანუ რეალურად ქეში ხო გაუქმდება, ციფრულზე ხო გადავა. ეგ ციფრულზე გადასვლა ნაწილობრივ მოგვეხმარება კიდევ. სანამ ჩვენ უნდა გადავიდეთ სოფლის მეურნეობაზე, თლიანად მთელი ქვეყანა და რაღაცა გარკვეული ტიპის ეგეთ მსახურებებზე, რაღაცა პროდუქციები უნდა შევქმნათ და იმას, რასაც ახლა დღეს უძახიან, ესე ვთქვათ, ბარტერული გაცვლა, კანონით მე როგორც ვნახეთ, ეხლა ამ ეტაპზე აკრძალულია.
ხო, ვალუტა უნდა გაუქმდება ვალუტა ციფრულში გადავა, მაგრამ ზოგადად ეს ციფრული ვალუტაც უნდა გაუქმდეს საქართველოში. უბრალოდ უნდა დააიგნოროს ხალხმა. და ხალხი უნდა გადავიდეს კვანტურ ფულზე. კვანტური ფული ნიშნავს იმას, რომ შენ ემსახურები საზოგადოებას შენი საყვარელი საქმით. შენი საყვარელი საქმით ემსახურები და საბოლოო ჯამში ყველა ერთმანეთს რაღაცით ეხმარება რა და ყველაფერი არის ადამიანებისთვის უფასო. ანუ ეს სისტემა ჩვენ, ამ ფინანსური ეს სისტემა ჩვენ უნდა ჩვენი რეალობიდან დავაიგნოროთ და ყველაფერი უკეთესად დაალაგდება რა. თანაბარ უფლებიანობა შედარებით კიდე მაშინ შეიძლება რომ მოხდეს რა. ფულის არსებობის შემთხვევაში თანასწორობა და თანასწორი უფლებები არის გამორიცხული, ანუ შეუძლებელია. იმიტომ რომ ყველა ადამიანი თავის ეგოს ვერ ჩაახშობს. შეიძლება მილიონში ერთმა შეძლოს ეგ. ზოგს რო ელაპარაკები არა თვითონ თუ არ გამოიგვიძა ადამიანმა არაფერი არ გამოვა. არა ერთი კაცი ვერ ეზოს რა თქმა უნდა. ყველამ თავის რეალობას თვითონ უნდა მიხედოს. ცოტა ხმა მაქვს წასული დინარეზე რო ვიყავით. კაი, დავიწყებ წაკითხოს, ხალხი არ შემოდის, კაი, ცოტანი არიან არ აღშოს. ეს ინფორმაცია განკუთვნილია ვარსკვლავური სულებისთვის, რომ იცოდეთ ამჟამად ყველა ვარსკვლავური სული კოსმოგონიურ მატრიცას კვანტურ ფულზე გადაყავს. რა არის კვანტური ფული? აი, დედას ფიცა ვარ, ზუსტად აი ამას რომ ვკითხულობდი, აი ეს თავი რომ მოვრჩი. სადა აი ზუსტად ვიყავი შუაში, ვკითხულობდი, რომელ პოზიციაში იმყოფები, უბრალოდ ბეჭდავდი რა, რომელ პოზიციაში იმყოფები, შემოქმედის თუ მსხვერპლის. აი ამას ვბეჭდავდი. და ზუსტად მაგ დროს დამერიცხა 300 ლარი. აი, ეგ თემა არის რა. როდესაც მეც მქონდა, მე ეხა ამაზე რატო ვლაპარაკობ, ეს ინფორმაციები ჩემს რეალობაში შემოდის, იმიტომ რომ შენს დაგერიცხა? შემოდის იმიტომ ეს ინფორმაციები, რომ მე ეს თავგადასავლები შენს გინდა რომ დაგერიცხავენ, კი, ეს თავგადასავლები მე რეალობაში გავიარე. ფული რო გითავდება, შფოთვა ეწყება ადამიანს რა, იმიტომ რომ ესე ვართ მიჩვეულები. მაგრამ ეს უნდა დავიკიდოთ ფეხას და ნელ-ნელა მიეჩვევით რა და მე უკვე მივეჩვიე. ეს რა არის კვანტური ფული? ეს გახლავთ ერთგვარი ღვთიური ვალუტა, ანუ არსებობს მატრიცული ფული, როდესაც შენ გარკვეულ სამსახურში გარკვეულ სამუშაოს შეასრულებ და ამისათვის ხელფასის სახით მატრიცა ფულს გადაგიხდის. აი კვანტური იგივე ღვთაებრივი ვალუტის გამომუშავება კი შემდეგნაირად ხდება. ვარსკვლავური სული ჩვენს მატრიცულ სიმულაციაში შემოდის, რათა ითამაშოს გარკვეული მისიები და ცხოვრებაში მშვიდობისა და ბედნიერების შექმნით დატკბეს. იმ დღეს, ეხლა ნახე რას ვამბობ, იმ დღეს თან პარალელ ჩართულს გავაკეთებ. იმ დღეს წავედი ერთ ადამიანს რაღაცაზე რა, საერთოდ მე რო საერთოდ არ მევალებ, ეხლა დეტალებს არ ვუყვები, რაღაცაზე მივეხმარე რა. აი ხა მაგალითად მოიცა რა იყო, მიცადე რა იყო, ერთი წამით ერთი თემა უნდა გამხსენებოდა. ერთი თემა უნდა გამხსენებოდა. გამახსენდება მე. ხო, აი ხა გამახსენდა, აი ხა უყურეთ. ეხლა ნახეთ რაში არის საქმე, ნახე? გეტყვი, ხო, აი ნახე ლიკა როგორ არის? ერთხელ თქვი გარემოს თუ დაალაგებ, ფული თავისით მოვაო, სკვერში რაღაცები ეგდო და მოვალაგე და იმ დღეს ახლობელმა მაჩუქა, რა გაჩუქა დააკომენტარე? აი ეგ არის კვანტური ფული. ანუ ქუჩაში ნაგავით რო ყრია, ეგეც ფულია, მართლა გეუბნებით. მართლა რამდენი გაჩუქა? მართლა ეგრე ხდება. ანუ მაგ დროს შენ მართავ შენს რეალობას. რამდენი გაჩუქა დააკომენტარე?
რო წელში ჩაგიჯდეთ. აი ხე რა გამახსენდა. ეხა უყურეთ რა გამახსენდა. 250 ძალიან მაგარია, ხო? ნახე რა გამახსენდა. ცხელა. მაგრამ ცივ-დუშს მივიღებ ამის მერე და დავიძნებ. ეხლა ნახეთ რა გამახსენდა. ეხლა ხო დაიწყო გამომყევი აჭარაში ეგეთი პროექტი რა, პროგრამა რაც არის, ანუ აჭარის ტურიზმის ადმინისტრაცია თანხას იხდის იმაში, რომ ვინ უფრო კარგად გააპიარებს და ვისაც უფრო მეტი ნახვა და რაღაც მოგეთ უფრო კარგი ვიდეოები ექნება ამ აჭარის პიარში. აჭარის პიარში ის მოიგებს რაღაც პრიზებს და 150,000 ლარია გამოყოფილი და რაღაც 3 ადგილზე და ასე შემდგომ რა. შარშან რაღაც თანხა გათანმაშდა და მთელი ბარაბულკას ამბები, ძალიან საინტერესო ვიდეოები იყო და წელსაც დაიწყო. მაგრამ წავიდა ხალხი ისევ იმავე წრეზე, რა თქმა უნდა, შარშანდელი ხარისხი ვერ იდება და წელს არ ვარ გაის ხარისხი. მეც დავარეპოსტე და ბლოგერებმაც დადეს, რომ ყველში ამოვიდა ეს რა აჭარაო რა. ეხლა ზოგადად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციამ თვითონ უნდა გააკეთოს, რომ ეს გათამაშებები უნდა შეცვალოს რეგიონებზე. პირველ რიგში ეს უნდა გააკეთდეს, რომ რეგიონებზე უნდა შეიცვალოს. ეხლა მე ჩანაწერი შეიძლება YouTube-ზე დავდო და ეხლა ამიტომ ყველაფერს ისე აღარ მივყვები. რეგიონებზე უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ აჭარა გაპიარებულია უკვე და ძალიან კარგად გაპიარდა და ეს პროცესი ისედაც გრძელდება და გურია პირველ რიგში არის გასაპიარებელი გურია. იმიტომ რომ აი რო რიგითობით რომ მივყვეთ, პირველ რიგში გასაპიარებელი არის გურია, იმიტომ რომ გურიის რეგიონი არის სრულიად მკვდარი, ანუ სრულიად ტურისტულად განადგურებული და აი სრულიად არაფერი არ ხდება გურიაში შეიძლება ითქვას გომის მთის გარდა რა. გომის მთაზე ისე გადატკეპნეს ეს გზა, რომ ძლივს ესე იგი დასდეს პატივი ტურისტებს და დააგეს გზა. პირველ რიგში უნდა მსგავსი ტიპის პროექტი ჩატარდეს გურიაში, რომ ბლოგერებმა იმოგზაურონ და ძალიან ბევრი ეხლა საკუხარას კანიონი ყოფილა თუ სწორედ მახსოვს ტელეფონში მაქვს შენახული. ეხლა ამ ზაფხულზე წავალ აუცილებლად და ვიდეოს გადავიღებ და YouTube-ზე მექნება და ეხლა კვანტურ ფულთან დაკავშირებით რა შუაში არის ეს მაგალითად ნახეთ. პირველ რიგში გურია უნდა გაპიარდეს, მერე ლეჩხუმი და მერე რაჭა. და მერე სამეგრელო. ანუ ეს ამ რიგითობით უნდა მიყვეს. სამეგრელოში გაპიარებულია ბევრი ცნობილი ლოკაცია, მაგრამ ძალიან ბევრია კიდე ესეთი ნაკლებად ცნობილი, რომელიც გასაპიარებელია. აი ეს რიგითობა უნდა იყოს ესე, გურია, ლეჩხუმი, მერე რაჭა, იმიტომ რომ რაჭაში მაინც ხალხი დადის და ლეჩხუმი საერთოდ მკვდარია. გურია, ლეჩხუმი, რაჭა, მერე სამეგრელო და მერე ქვემო ქართლი. აი ეს ხუთ რიგზე უნდა გადანაწილდეს. თუშეთი რა არის, იცი თუშეთში პირველ რიგში უნდა გაკეთდეს გზა, ბეტონის გზა უნდა გაიგოს, ხიდებით, ესტაკადებით თუ რაღაცები და თუშეთზე ლაპარაკი შეიძლება მერე, იმიტომ რომ სრულიად, ჩემთვის პირადად სრულიად ძალიან დიდი საფრთხის შემცველია თუშეთი. თუშეთის მაგ გზაზე მე არ წავალ მანქანით არასოდეს. სანამ ბეტონის გზა და რაღაც ნორმალური გზა არ დაიგება. სადაც ანუ დაშლილ ქანებზე რო დადიხარ, ეგ არის წარმოუდგენელი საფრთხეა. რა დროს მოწყდება ქანი და გადაეჩეხები კილომეტრებით ხევში და რა დროს აიჩეხები და მოკლედ რა დროს მოკვდები კაცმა არ იცის. ესეთი გზა ყველა ჯვარი წერია და ეგრეც ხდება ხოლმე რა ისე ხშირად არა, მაგრამ მაინც რა. მე რომ მოწყდეს ქანები, მოკლედ ეგეთი თემა. ეხლა უყურეთ როგორ თემა, ხო? ეხლა ნახეთ რა ხდება. ანუ აქ ხო მერე პრიზები გათამაშდება და ხალხი შეწყვიტა რომ აღარ გვინდა ეს აჭარა, ნახეთო რა. გამომყევი აჭარაშიო. ნახეთ როგორ თემა არის. მე 15 წლის დაახლოებით აი საერთოდ რო შევაჯამოთ 15 წლის განმავლობაში დავდივარ მთელი საქართველოს მასშტაბით და ვაპიარებ ადგილებს. ნუ ზოგი გამოვიდა, ზოგი ისე რა გამოვიდა. აი მაგალითად არწივის ხეობა რო ქვია ოფიციალურად, მე ვმუშაობ დაცულ ტერიტორიების პიარზე ძირითადად რა. და ნუ კიდე ახლო არა და რომელიც არ არის დაცული ტერიტორია, მაგრამ მე მომავალში გახდება. მაგათ არწივის ხეობა ჩემი გაპიარებულია, იქ სამწვერას ჩანჩქერები იმერეთში და ძალიან ბევრი ადგილი. კვერნაქის ქედი ჩემი გაპიარებულია, ნადარბაზევის ტბაზე ხა მაგალითად მეთევზეები ხო დადიან, ხა ნადარბაზევის ტბაზე მეთევზეები დადიან, მაგრამ აი ნადარბაზევის ტბინა რო ზეგარდის წინა გიორგიზე გადადიხარ და იქიდან მერე გადადიხარ უფლისციხეში, ეს კვერნაქის ქედის ბილიკი მე შევქმენი და მე მთელი სტუდ კავშირები დადიოდნენ იქა.
ანუ მე ეს ამას მე 15 წელს განმავლობაში უფასოდ ვაკეთებდი. ანუ კვანტური ფული გამოიმუშავება, ანუ რისი თქმა მინდა რომ თუ იქ ვიღაცა იღებს გამომყევით აჭარაში, აი ამ პროექტში თუ ვიღაცა იღებს მონაწილეობას და იქ ვიღაცა პრიზს მიიღებს, მე ბევრად უფრო მეტ თანხას ვიღებ, როდესაც კაპიქს არავინ არ მიხდის, მაგრამ კვანტურ სამყაროში ეს ვალუტა ჩემთვის გამომუშავდება, იმიტომ რომ მე მნიშვნელობა არ აქვს, მე თუ არ გადამიხდის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მე ამაზე ვერ ჩამოვეკიდები და იმიტომ რომ სუთხრა ნახე ვერ გაიგებენ. ავტომატურად, როდესაც მე ამას 15 წლის განმავლობაში ვაკეთებდი და ეხლა თვითონ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თქვა, ადგილობრივი ადმინისტრაცია თქვა, რეგიონის იწყებს ამ პროექტს და 150,000 ათამაშებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ალგორითმი არის ჩემი დაწერილი და ეს რეალობა არის ჩემი შექმნილი. ეხლა უყურეთ, თქვა არწივის ხეობა გავაპიარე, მაგალითად 2016 წელს ვიყავი მარიამ ჯვრის ნაკრძალში, რომელიც არის საგარეჯოს თავზე, კაცი შვილი იქ არავინ არ დადიოდა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, საერთოდ არავინ არ არის ნამყოფი და საერთოდ არავინ არ დადიოდა. აი 1-2 მოლაშქრეთ, აი სამეგობრო არის, აი 5-6 კაციანები, შეიძლება ვიმეს გავლით რაღაცა, აი რაღაც, არ ვიცი. ყოფილა 1-2 ჯერ. წავედით, დავაფიქსირეთ ჩვენ ის პოზიცია, ის სიტუაცია, რომ ნახეთ, როდესაც ადამიანი შედის და იქ მადლობა სტიკერებისთვის შედის და იქ ხედავს, ესე იგი, რა ქვია, რეალური პროცესები რაც ხდება, დამკვირვებლის თვალი როდესაც შედის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კოლხოზნიკებით იყვნენ ასულები და მარიამ ჯვრის ნაკრძალი კი ერქვა, მაგრამ არ იყო გაკონტროლება არ ხდებოდა ხეთქის უკანონო ჭრის. ანუ სასწაული ის არის, რომ მართლა წაქცეული ხეები რაც არის, აი გამხმარი წაქცეული ხეები რაც არის ნაკრძალებში, ის არ გამოაქვთ და მე სადაც მიუხედავი ეს ნაკრძალები და ანუ რეინჯერები საერთოდ უბრალოდ გაფორმებულები სადაც იყვნენ, ესე რომ თქვა და უბრალოდ ანუ არ ხდებოდა ტერიტორიის კონტროლი, სალამი. იმ ტერიტორიებზე ხდებოდა ხეთქის უკანონო ჭრა. და ჩვენ შევესწარდეთ 2 დღე ვიყავით მარიამ ჯვრის ნაკრძალში 2016 წლის მარტში. დრუჟბა არ გაჩერებულა. ანუ ისი თქვა, ანუ დრუჟბა ის, ბენზო ხერხი არ გაჩერებულა. იმიტომ უკანონო ხეთქის გატანა ხდებოდა. ეხლა შეიძლება ითქვას, რომ ესეც ჩემი შექმნილი ალგორითმია. ეხლა უკვე მარიამ ჯვრის ნაკრძალი ოფიციალურად უკვე ოფიციალურად მანამდეც იყო. მარიამ ჯვრის ნაკრძალი ოფიციალურად მანამდეც იყო, მაგრამ ეხლა უკვე ოფიციალური ბილიკი გაკეთდა თავისი კოტეჯით და თავისი პიარი გაუკეთდა და იქ რეინჯერებიც უკვე სერიოზულ დონეზე დასაქმებულები არიან და ასე შემდგომ. ასევე 2015 წლის სექტემბერში მე ან ფოტოსურათებით ჩემს სამოგზაურო Facebook-ზე ხა უცხოებს არ ვეუბნები, ვინც დადიოდნენ ტურებზე და ვინც ყავს მეგობრებში, იმათმა იციან, ფოტოალბომებში რო გადახვიდეთ, ანუ დაფოტოსურათებული, ანუ მე რატომ აქ ეს დაფოტოსურათებული იცი, რომ რა დროს რა გამომადგება კაცმა არ იცი და ყველგან თარიღები მაქვს მითითებული. 2015 წლის სექტემბერში ვიყავით მე, ლევანი და გიორგი ძმაკაცები. ისნის მეტროდან ტაქსის გავყევით, თეთრი წყლებამდე ავედით გომბორის უღელტეხილზე და გომბორის მთლიანი უღელტეხილი გადავიარეთ, ამას YouTube-ზე დავდებ, იმიტომ რომ ეს ისტორიები მინდა რომ YouTube-ზე იდოს. გომბორის ორდღიაზე წავედით, კარვებით, ლაშქრობით, გომბორის, ჩემი ესეთი მარშრუტებით რა, ჩემი გამოგონილი მარშრუტებით, ქედი გადავიარეთ. კი, ძალიან ბევრი ულამაზესი ადგილი გვაქვს. გომბორის ქედი გადავიარეთ და ჩავედით თელავამდე, ანუ პირველ დღეს გომბორის შუა ნაწილში გავჩერდით, ღამე იყო საშინელი სიცივე, იმიტომ რომ გომბორია და სექტემბერში უკვე ძალიან ციოდა. 14 თუ 15 სექტემბერი თუ რაღაც ეგრე იყო, იქ არის თარიღი ზუსტად არ მახსოვს. 2 კარავი ქონდა გაშლილი, იქ უკვე ალპური ზონაა, საკმაოდ მაღალია. მერე ხო, მთლიანად მაგ ტერიტორიებზე ესე ეგ არის საზაფხულო საძოვრები, ანუ ამ დროსაც მოხდა ალგორითმი შექმნა. ანუ როდესაც დამკვირვებლის თვალი შედის, ანუ სრულიად მიტოვებულ, ანუ ადამიანები რომლებიც რამდენიმე ხაღან რაღაცებს ჩავკონკრეტდე, მოგედო, რეალობის შემქმნელი ადამიანი რომელიც არ შედის იქ, ესეა რა და როდესაც შევედით ჩვენ ეს თქვა და დავაკვირდით და ნახეთ ეს ყველაფერი და ძალიან ლამაზი იყო სხვათა შორის, აი ღამე ნისლი რო ჩადის, ორთქლი ამოდის, ჩადის და ასე შემდგომ. და იქ საზაფხულო საძოვრებია რა, ანუ იქ აყავთ სადამ დაზამთრდება და ძალიან აცივდება და სანამ ბალახი არის, აყავთ ძროხა, საქონელი აყავთ და საძოვრებია და იქ წყებსები აძოვებენ ამ ბალახს და ძროხებს რა. მანდ არიან ძროხები, ამ პერიოდში ძროხები არიან, ცხვარი არა, ძროხები არიან
და მეორე დღეს შეგვხვდა ეგ ძროხები და ტერიტორიები არის ხახნო, ანუ იმდენად უშველებელი ტერიტორიებია, საერთოდ მანქანით მაგას ვერ გრძნობ რა. იმდენად გაშლილი ველებია და იმდენად დიდი ტერიტორიებია, უბრალოდ ვერ იფიქრებ, რომ საქართველოში ხარ. მეორე დღეს, როდესაც გადავედით, ზევიდან დავინახეთ ახალი შუამთ, ძველი შუამთ, მე მგონი ახალი შუამთ შუამთ არ ქვია კაცო, ეკლესიებს ახალი შუამთა და ძველი შუამთა. ხმა წასული მაგ იმის გუმბათი რა, მაღალი გუმბათი, რომელსაც აქვს ყელიანი გუმბათი, იმის ტყიდან ამოწვერილი, ანუ საერთოდ ზევიდან დავინახეთ, ძალიან ამას სანახავი იყო, ფოტოც ვიდეოს მე მგონი. მე რაღაც ნაკადულები იყო, საჭმელი გაგვითავდა, მე ჩამოვდიოდით თებიდან და ნუ ვერად და ვერ ჩამოვედით. ძალიან დიდი ხეობებია, ლამაზი ტყია ძალიან რა. ხო, აი ეს სეტყვის, თქვენ თუ გინახავთ სეტყვის დამშლელი, აი სეტყვას როშლის სეტყვის დამშლელი ღრუბლები თუ გინახავთ. ბოდიშით სეტყვის ღრუბლების დამშლელი აპარატურა რაც არის, აი რაღაცა კლიმატური იარაღის ამბავში, აი აყენია მანდ თელავის თავზე და ხელის გულზე ჩანს თლიანი თელავი. ან თელავი მინახავს ზევიდან რა, ესე რომ ვთქვა. ხო, აი გადავიერთ. ანუ რისი თქვა მინდა? აი ეხლა შევალ და თან წავიკითხავ პოსტს. და ზუსტად გუშინ ამ 2 დღის წინ გადავაზიარე, რომ რასაც მე ვერც კი წარმოვიდგენდი, დაცულ ტერიტორიებს, ახლა ჩემს ერთ-ერთი არჩეული სფეროა ამაზე ტურისტული სააგენტოები დიდად არ არიან დაინტერესებულები, მაგრამ ნახე, აი შეხედეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ესე ვთქვათ, ამ საქმიანობით წავიდა ეს პოსტი. შეიქმნა, ესე იგი, ერთი წამით კახეთის მხარეში, აი წავიკითხოთ, კახეთის მხარეში ცივ გომბორის დაცული ტერიტორიები შეიქმნა. აი ზუსტად ის ტერიტორიები რა მარშრუტით მე გავიარე. ან ეს ემიჯნება ერთმანეთს ცივ გომბორის ქედი და ეს ცივ გომბორის ტერიტორიები ნაკრძალი რაც შეიქმნა ეგ არის და გვერდზე არის პირდაპირ მარიამჯვრის ნაკრძალი, იმიტომ რომ მაგის სამხრეთით, ანუ ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე აუცილებელია რომ რელიეფი და მთლიანად საქართველო ვიცოდე რეალობაში. მე ერთხელაც რომ აქვს გავლილი თქვა ეს და ხე როგორ არის ჩამოშლილი სილასავით კლდეები არ არის სილა რა და ეგერ დაყრილი სილა, ხო დაყრილი სილა რა. ეგ გაყალბებულ ისტორიაში რასაც ვიკვლევთ, ეგ არის დაყრილი სილა და როდესაც ეს ჩამოშლილი არის, ლამაზი ის არის. ახლა მაგის დრო არა მაქვს ფოტოები და ისინი სასწრაფოდ გაჩვენოთ. აი წავიკითხოთ პოსტი. კახეთის მხარეში ცივ გომბორის დაცული ტერიტორიები შეიქმნა. კახეთის მხარეში ანუ ეს ჩემი შექმნილი გამოდის, ეს არის ჩემი შექმნილი ნაკრძალი. ნუ ტექნიკურად დაცული ტერიტორიების, მაგრამ ანუ ალგორითმი და ენერგეტიკულად ხდება ჩემგან. ახლა უყურეთ. კახეთის მხარეში ახალი დაცული ტერიტორია ცივ გომბორის დაცული ტერიტორიები შეიქმნა. შესაბამისი კანონის თანახმად დაცული ტერიტორია საგარეჯოს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ჯამში 39877 ჰექტარ ფართობზე განისაზღვრა. ახალი დაცული ტერიტორია მოიცავს 3 კატეგორიას: ცივ გომბორის ეროვნული პარკი, ანუ ეროვნული პარკიც თალკე მნიშვნელოვანია, პარკი 21000 ჰექტარი, ნუ წვრილმანებში აღარ ჩავალ, სიღნაღის აღკვეთილი, სიღნაღს თავისი ცალკე აღკვეთილი ექნება. მე რასაც ვიძახდი ადრე, რომ მთელი საქართველო ნელ-ნელა ეტაპობრივად გახდება დაცული ტერიტორია, თქო, ნაკრძალი, თქო და ძალიან კარგია. სიღნაღის აღკვეთილი 554 ჰექტარი და ცივ გომბორის დაცული ლანდშაფტი 17562 ჰექტარი. ხო, პლუს იმით არის კარგი, რომ იმით არის კარგი, რომ აქ ახლა სიტყვაზე უცხოელებზე მიწის გაყიდვები და რაღაცა ზოგადად არანაირი მიწის გაყიდვა და ესე ვთქვათ საკარმიდამო და სამოხსახლო ადგილების როგორ თქვია მაგას, ანუ ადამიანური სახლი აიშენოს ამ ტერიტორიებზე არ ხორციელდება რა. დაცულ ტერიტორიებზე, ხა ნუ იქ გამონაკლისები არის, როდესაც აი როგორც თუშეთში და ეგეთ ადგილებში, რომ თქვათ უკვე არსებული სოფლის გარშემო არის უკვე ნაკრძალი და თქვათ ამ სოფლის ტერიტორიის გაფართოება არ ხდება რა. დაცული, ხო, ასე იგი სიღნაღის აღკვეთილი 554 ჰექტარი და ცივ გომბორის დაცული ლანდშაფტი 17562 ჰექტარი. ცივ გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვას გურჯაანის მუნიციპალიტეტი განახორციელებს.
ცივ გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნა მნიშვნელოვნად გააძლიერებს კახეთის მხარეში დაცული ტერიტორიების ქსელს და ხელს შეუწყობს უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტის დაცვას. ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება ასევე მნიშვნელოვანია რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და მდგრადი ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს კახეთს როგორც ეკოტურისტული მიმართულების საერთაშორისო პოპულარიზაციას და ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით შესაძლებლობებს შეუქმნის დასაქმებისა და ეკონომიკური საქმიანობის განვითარების მიმართულებით. აი ამ კუთხით საგარეჯო არის სრულიად ჩამკვდარი და აუცილებელია რომ აი ეს ცოტა ტურისტი შევიდეს საგარეჯოში, იმიტომ რომ საგარეჯოს ჩრდილოეთით ამ თავზე არის ის პირდაპირ ეს მარიამჯვრის ნაკრძალი და მაგის ჩრდილოეთით არის უკვე ეს ცივგომბორის ქედი. მოკლედ ეს მთლიანი ქედი და მისი საგარეჯოს სამხრეთ ნაწილი ფერდობები იქნება ნაკრძალი, ზოგი დაცული ლანდშაფტი, ზოგი იქნება აღკვეთილი, მაგრამ ნუ სხვადასხვა სტატუსები თავის მნიშვნელობები აქვს ზოგადად მოქალაქისთვის და ტურისტისთვის ყველასთვის ეს არის ნაკრძალი რა. და ეს არის ძალიან კარგი. ახლა რაზე მოვაყოლე? ანუ ამ ყველაფრის პიარს მე ვახორციელებ წლების განმავლობაში. ეხლა მე მაგალითად შევედი, ანუ კვანტური ფული რას ნიშნავს? მე არ მიხდის ფულს არც დაცული ტერიტორიების სააგენტოდ არავინ, იმიტომ რომ მე ვერ დაველოდები ვიღაცების აღიარებებს, ეს უნდა გაკეთდეს ეს საქმე პირდაპირ რა. ამიტომ ეხლა ნახეთ, ჩასული ვიყავი ქუთაისში ვიყავით ჩასული, ეხლა მეგობრები ოჯახი და ოჯახის წევრები მოგზაურობთ, ხან იმათ რომ მოწვეთ ადგილებზე, ხან მე რომ მოწვეთ და ასე შემდგომ. მე პლუს ხა ჩამოვწერე სია, სამეგრელო, გურია, რაჭა, ლეჩხუმი ბევრია რა, ხა რასაც მოვახერხებთ, იმიტომ რომ და ეს ლოკაციები უნდა მოვიარო. ზოგს ბევრი ნახვა აქვს, ზოგს ცოტა მნიშვნელობა არ აქვს. YouTube-ზე იდება, TikTok-ზეც იდება ეს ვიდეოები, ანუ მე ბავშვივით მიხარია ხოლმე, იმიტომ რომ ისეთი საოცარი ადგილებია ხალხო, ანუ მართლა ჩვეულებრივი შვეიცარიაა. ქუთაისის წყალწითელას ხეობა არის, ესე იგი, შვეიცარია ჩვეულებრივი. უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ გაზონი არ არის გაკრეჭილი და უბრალოდ ლამაზი ფერადი სახლები არ დგას. დანარჩენი ყველაფერი იგივეა ხალხო. ამიტომ იქ ზევით კიდე ლამაზი ადგილები ყოფილა, იქ კიდე დავბრუნდები წყალწითელაზე. აუცილებლად გადავიღებ იქთან მანქანა ნახევარზე ადის და კიდე მე ფეხით ავალთ. ინტერნეტებს დავათვალიერებ, მე შეიძლება კლდეებით დავლაშქრო სამომავლოდ. ძალიან მაგარი ბუნებაა რა, იქ მე ბზების ტყეებიც არის და ასე შემდგომ. და ამით იმის თქვა მინდა რომ ეს კვანტური ფულის ხო აი მაგ გაკვანიაზე უნდა ავიდე ხო. ნახო, ამ კვანტური ფულის მუშაობა რეალობაში ხდება, როდესაც შენ ამ ყველაფერს ანუ გარკვეულ საზოგადოებრივ საქმეებს ახორციელებ, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეებს ახორციელებ, კვანტური ფული შემოდის თვითონ მე ფულის სახით, საჩუქრების სახით, სადღაც დაპატიჟების სახით და ასე შემდგომ. იმიტომ რომ შენ ქმნი ისეთ რეალობას, სადაც უკვე ადამიანებს უჩნდებათ სურვილი, რომ შენ გაგიკეთონ სიკეთე. იმიტომ რომ შენ თვითონ პირველი უკეთებ სიკეთეს საზოგადოებას, ხვდები? ანუ უანგაროთ რა და აი ეს არის ზუსტად ის სისტემა, რა სისტემაზე ჩვენ უნდა გადავიდეთ სამომავლოდ. ზოგი ამას იდეალურ სამყაროს უძახის, მაგრამ იდეალურ სამყაროს მატრიცაში ჩვენ ვერ შევქმნით, მაგრამ ეს მაინც უნდა შევძლოთ, რომ გაიხარეთ რომ ციფრული ფულიდან გადავიდეთ საერთოდ ვალუტა არ გქონდეს საერთოდ, ანუ ეს ნიშნავს რას? გზაზე მიდიხარ, მოგვინდა რაღაცა რესტორანში შეხვალ, გამოიკვებები, მაგრამ შენთანაც რომ მოვლენ, შენც დაპატიჟებ, ანუ სტუმართ სრული, ანუ საქართველოს უნდა გადავიდეს სრულიად სტუმართ მოყარეობის რეჟიმზე. ოღონ აქ იგულისხმება ის პერიოდი, როდესაც საქართველოს მთლიანად ჩაიკეტება, იმიტომ რომ ხა სიტყვაზე ტურისტი რო შემოვიდეს, უკვე მათ ვალუტის გარეშე უკვე ვეღარ მოხერხდება. აქ არის საუბარი შიდა მაცხოვრებელი, შიდა ანუ მოსახლე, რომლებიც იმოგზაურებენ რეგიონებში და ერთმანეთში გაცვლიან, სიტყვაზე აჭარელი მისცემს მანდარინს კახეს და კახელი მისცემს აჭარელს ყურძენს. ანუ არაპირდაპირი ბარტერული გაცვლა იქნება. მოკლედ გავაგრძელოთ. ამ დროს შენი დამსახურებით უმაღლესი ძალები საჩუქრებითა და ფინანსებით აგავსებენ. როდესაც შენ ღმერთისა და სივრცის მინდობით ცხოვრობ, როცა არ ფიქრობ იმაზე, თუ სად რა აიღო და რომელი გადასახადი როგორ გადაიხადო. ასეთ შემთხვევაში შენ მსხვერპლის როლში იმყოფები, როცა შენ მიხვდები, რომ შენი შინაგანი მდგომარეობით შენ თვითონ თავად ქმნის სამყაროს და ამ გადასახადების ვალებისა და ოფაცხოვრებითი ხარჯების დარდების მოშორება აუცილებელია. და როცა ამას შეძლებ, ანუ ეს უნდა მოიშორო ეს დარდები, როცა ამას შეძლებ,
მხოლოდ ამის მერე განხორციელდება შენი კვანტური ნახტომი. შენი კვანტური განხორციელდება შენი კვანტური ნახტომი და იმ აბსტრაქციულ ფულზე გადასვლა, მაგრამ აქ ერთი დეტალია, რომ იმ მომენტამდე სანამ უმაღლესი ძალები შენ კვანტური ვალუტის სისტემაზე გადაგიყვანენ, მანამდე მატრიცა შენი აქაური მატრიცული ფინანსების განულებას მოახდენს. ანუ განულდება შენი ფინანსები, განულდება შენი ესე შემოსავლები, სრულად გაბანკროტდები და შენი სრული გაღარიბება ბოლო ცენტამდე მოხდება. სხვანაირად კვანტურ ფულზე გადასვლა არ განხორციელდება, ანუ ეს იგივე როგორც ფილოსოფიაში შინაგანი მეს თავიდან დაბადება რა, ფინანსურათაც თავიდან უნდა დაიბადო, გაღარიბდები, გაღატაკდები, ნოლზე დარჩები და დაიწყება მერე უკვე სხვა ეტაპი. იქ შეიძლება პატარა სამსახურები, რაღაცა, ხა მეც მაქვს ხოლმე რაღაც პატარ-პატარა საქმეები, რაღაც შენი გასვლები გქონდეს, შენ პატარა საქმეები, შეკვეთები, რაღაცები აიღო, მაგრამ ეგ სხვა რამეა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენ ხარ გადასული, როგორც გინდა წახვალ, გინდა არ წახვალ რა, ანუ სრულად თავისუფალ ნებაზე. ეხა უბრალოდ ვისაც უკვე, რა თქმა უნდა, ვისაც უკვე ოჯახი შექმნილი ყავს და ყავს ცოლი და შვილები ყავს, ან ქმარშვილი ყავს და რაღაცა, იმას გაუჭირდება აი ესე პირდაპირ აი ამ პროცესის გავლა. ამიტომ ამ პროცესის გავლა ჯობია, რა თქმა უნდა, დაოჯახებამდე და უკვე მერე შენ ამ ესე თქვა კვანტურ ფულზე როდესაც გადახვალ, კი არ გამათხოვდები, ანუ კვანტურ ფულზე როდესაც გადახვალ ვალუტაზე, მერე თუ დაოჯახდები, შენს და შენი ოჯახიც იქნებით სრულიად სხვა პროცესებში ჩართული რა. არ იქნებით დამოკიდებული იმაზე, რომ აი ხელფასის დღეა და აი დღეს თუ ხელფასი არ დამერიცხა, ხვალ უკვე ავის თავს მომაჭრის ბანკი და რაღაცები. ეს ბანკი, ნუ დავივიწყოთ ბანკები. ფაქტობრივად ვერაფერს ვეღარ გადაიხდი და ამ დროს ადამიანი ორი რეჟიმიდან ირჩევს ერთ-ერთს. ან ხარ შემოქმედის პოზიციაში, ანუ შენ როგორც შემოქმედი რეალობის პოზიციაში და ან კიდევ მსხვერპლის პოზიციაში. მსხვერპლი ამ ეტაპზე შფოთებში ვარდება და პანიკურად იწყებს ფულის გამოძიებას. რეფინანსირება ხდება და კვლავ ერთვება ფინანსების დევნაში. ამიტომაც ვინც მსგავსი მსხვერპლის პოზიციით ფულის მოპოვების პროცესში ჩაერთვება, ასეთი ადამიანები მსგავსი ქმედებებით კვანტურ ფულზე კიდევ საკმაოდ ხანს ვერ გადავლენ. ანუ შენ სამყარო გეკითხება, კაცო, შენ მუშაობ თუ არ მუშაობ? იმიტომ რომ ალგორითმი უნდა შეიცვალოს შენს გარშემო რა. იქ ვინ რას გეუბნება, ეგ ცალკე პესნია და ცალკე ისტორია. რა თქმა უნდა, შენ რო თავისუფალი ხარ და კარგად ცხოვრობ და შენი ნათესავი რო სამსახურში თან არის და თან იტანჯება, ის ჩათვალე რომ ვეღარ გიტანს. სულ რო შენი ბავშვობის მეგობარი და ძმაკაცი და ტრუსიკი ძმაკაცი იყოს და ერთად გაზრდელები იყოთ დაძმასავით რა. ჩათვალე რომ ვეღარ გიტანს რა. იმიტომ რომ შენ ხარ თავისუფალი, არ იტანჯები, ბანკის ვალებით არ იტანჯები და ასე შემდგომ რა. არა, ფულის გარეშე ცხოვრებაზე არ არის აქ საუბარი, ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ფულზე არ იყო დამოკიდებული. მე ხო არ ვიცახი მაგალითად აი სიტყვაზე ადამიანებმა ვიცხოვროთ წყლის დალევის გარეშე. ანუ წყალი არის ერთ-ერთი საშუალება, რომ გჭირდება, ანუ საარსებოდ, ეს არის მატრიცაში იმიტაცია წყურვილის მოკლის, საჭმელი არის იმიტაცია იმის რა ქვია, შიმშილის მოკლის, აი მაგალითად დილაზე რომ ვიღვიძებ, ჩემი კუჭი ძროხასავით ბღავის, აი ბღავის ისე მშია. კითხვას ვსვავ, რატო არის ესეთი აი მოთხოვნილება? ეს არის პორტალი რა, ეს არის ალგორითმი, ანუ პროგრამა გაწერილი, რომ მე მეგონოს რომ მშია. ამ დროს მე ყოფილა მომენტები, რომ რაღაც საქმე გამიკეთებია და საერთოდ არ მიჭამია საჭმელი, დამივიწყებია და ისე გაქრება ეს შიმშილის გრძნობა, რომ არც არაფერი შავდება, საერთოდ არაფერი არ შავდება რა. ხა იმას დიაბეტები და რაღაცები აქვს, გული მიზნის ის სხვა საქმეა, მაგრამ ეგეც იმიტაცია, მაგრამ ისე თქვა მინდა, აი არაფერი არ შავდება. თურმე რა არ ყოფილა საბღავლი, აქ არაფერი საბღავლი არ ყოფილა, რა გაბღავლებს შედალოცილო. აი კუჭის ხმებს ვეუბნები რა. კუჭი რომელიც არ არსებობს, ხო? და რა ხმები ამოდის აქედან, რა ბუყბუყია რა, რაღაცა ბზუილი ისმის კუჭიდან და დილაზე 7 საათზე რატო უნდა მშიოდეს? დილაზე წინა დღეს გამსკდარი ხარ შუაზე 5 ჯერ ჭამე, დილის 7 საათზე რატო უნდა გშიოდეს? რა არის ეს? ხო ეს არის რაღაც იგი პროგრამა, ხო? ანალოგიური არის აქაც, ანუ საკვები არის ერთ-ერთი საშუალება, დამხმარე საშუალება შენი არსებობისთვის, ანალოგიურადაც არის ფული. ამ შემთხვევაში კეში, დარიცხვად როგორც არის,
ერთ-ერთი დამხმარე საშუალება. მაგრამ როდესაც შენ სრულად ხარ ამაზე დამოკიდებული, ეს ისეთივე მავნეა, როგორც ალკოჰოლზე დამოკიდებულება და საჭმელზე დამოკიდებულება და ყველაფერზე დამოკიდებულება რა. ვერ გაიგე. შესაბამისად არა ესე უცებ ხვალ და ვერ გადახვალ დრო უნდა. შესაბამისად ეს შენთვის რიგითი გაკვეთილი იქნება, რომელიც ასე უსასრულოდ გაგრძელდება. აი გეტყვით ახლა ჩემთან რა მოხდათ რა. ხო. მე სრულად როდესაც გავანულე ყველაფერი და ვაფშე ფულოდ დავრჩი, ახლა დეტალებს ახლა ოჯახურ სიტუაციებში ვერ მოვყვები, მაგრამ აი ჩემს გარშემო ისეთ რაღაცები დატრიალდა, ხალხმა ხახაში დამიწყო ფულის ჩატენვა. შენო რატო არ გინდაო ფულიო? აი წარმოგიდგენიათ ისეთ სიგიჟეები მოხდა. ამიტომ ბუნებაში გადით ხშირად ძალიან მაგარი რამეა რა, იქიდან მოდის სიბრძნე ბუნებიდან. აი მოკლედ გავაგრძელოთ. შესაბამისად ეს შენთვის რიგითი გაკვეთილი იქნება, რომელიც ასე უსასრულოდ გაგრძელდება. აი რასაკეთებს შემოქმედის პოზიციის ადამიანი. მან იცის და ხვდება, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე იგი გადასახადების დაფარვას ვერ შეძლებს, მაგრამ გადახდა კი საჭიროა. შემოქმედების პოზიციის ვარსკვლავური სული მუდმივად მადლიერების მდგომარეობაში იმყოფება და მას არ ეშინია, რომ თუ კი ის ამ გადასახადებს ვერ გაუმკლავდება, ის მოკვდება ან რაიმე ცუდი დაემართება. უბრალოდ მოდუნდი შენთან კვანტური ფული მოდის. აი ამ დროს შენთან მოდის კვანტური ფული. აი მთელი ეს ისტორია მაგალითად ბიბლიაში როგორ არის მოთხრობილი. ეს არის იობის წიგნი. როდესაც ბოროტი ძალა ეუბნება ღმერთს, რომ აი იობი იმიტომ არის შენი მადლიერი და ესე თქვა და წმინდად იმიტომ ცხოვრობს და სულ მადლიერებაში იმიტომ არის რომ მას ბევრი შვილი ყავს და არის მდიდარი. მოდი აბა წავართოთ მას ოჯახი, დაუხოცოთ ოჯახი, წავართოთ სიმდიდრე და თუ იქნება ესე შენი მადლიერი. ანუ აქ მატრიცული კონტენტის გაგებით განხრით აქ არის რა მოხდა რომ ღმერთმა დაუშვა ეს ყველაფერი მისცა ამის საშუალება ბოროტ ძალას რომ ემოქმედა, დაავადებით გავუწყდა იობს შვილები და სიმდიდრეც დაკარგა, რაღაცები მოხდა, რეალობა შეიცვალა მის ცხოვრებაში, მაგრამ და ხო, ყველაზე თავად თვითონ დაავადდა, წყლულები ქონდა, საშინლად იტანჯებოდა, მატრლები დადიოდა, წყლულები ისეთი ქონდა სხეულზე. მაგრამ კიდევ უფრო მეტად დადიდებდა ღმერთს. ანუ აქ მატრიცაში აქ ამას რა განხილვა აქვს, იცი რომ ადამიანმა ნეგატივი დააიგნორა. აი დააიგნორა ნეგატივი. ნეგატივის იგნორირებით, ნეგატიური ინფორმაციის იგნორირებით ადამიანი ანუ საკვებ ენერგიას არ აძლევს ამ ნეგატივს და ნეგატივი თავისით მერე ხრება რა. ანალოგიური მოხდა იობის შემთხვევაშიც და ზუსტად ეს კვანტური ფული უკან დაბრუნდა, მან გაიზარდა კვანტური ვალუტა ამუშავდა და ისევ კვლავ თავისი ამ გამოცდა გაიარა და თავისი სიმდიდრე და ცოლშვილი დაიბრუნა. ნუ ის ცოლშვილი გარდაიცვალა, მაგრამ ახალი ცოლი, სხვა ცოლი მოიყვანა და კიდევ ბევრი შვილი გაუჩნდა. ანუ აი ეს იობის წიგნი სხვადასხვა მატრიცული საკითხების კუთხით რო შევხედოთ რა ცოტა სხვა პერსპექტივაში ძალიან კარგად აღწერს აი ამ სიტუაციას რა. იმაზე უარესი რა უნდა მოვიდეს ადამიანს, რაც იობს მოვიდა, მაგრამ მაინც ღმერთს მადლობდა. ხვდებით? აი ამაზეა ლაპარაკი. და მან ესე თქვა და ერთ-ერთი კი არა და ზოგადად ბევრი რთული გამოცდა გაიარა და თავის ესე თქვა სტატუსი თავის პირად რეალობაში შეინარჩუნა. მადლიერების მდგომარეობაში იმყოფება და მას არ ეშინია რომ თუ კი ამ გადასახადებს ვერ გაუმკლავდება, ის მოკვდება ან რაიმე ცუდი დაემართება. არაფერი არ დაემართება, უბრალოდ მოდუნდი შენთან კვანტური ფული მოდის. ზოგჯერ იქნება გამოცდები და შენი შემოწმებებიც მოხდება და აქ აუცილებელი პირობაა რომ ნებისმიერ სიტუაციაში ღმერთის მიმართ მუდმივი მადლიერების გრძნობა გაგაჩნდეს. როგორც იობს ქონდა აი ამ თავის ბიბლიის ერთ-ერთ წიგნში. ეს ჩანაწერი იქნება YouTube-ზე, ხვალზე გდავდებ. რომელ პოზიციაში იმყოფები, შემოქმედის თუ მსხვერპლის, ამის გაგება შესაძლებელია მხოლოდ ერთი კითხვის დასმით. იმ რეალიებში, რომელშიც შენ ახლა იმყოფები, ასეთ დროს შენ როცა უფულოდ რჩევი, რას გრძნობ, შფოთვას თუ სიმშვიდეს, ანუ პანიკები ვის ემართება, მანდიდან გამომდინარე მიხვდები. ასეთ დროს შენ როცა უფულოდ რჩევი, რას გრძნობ, შფოთვას თუ სიმშვიდეს, გულმკერდის არეში რა შეგრძნება გეუფლება, აბა კარგად დაუკვირდი.
ამიტომაც, როდესაც ამ ყველაფერთვის მზად იქნები, კვანტური ფინანსების სისტემაზე შენი გადასვლა გარდაუვალი იქნება. მზად იყავი კვანტური ნახტომისთვის, რომელიც ჩვენი ცნობიერის მორიგი მაღალი დონეა. მხოლოდ ერთი ისაა, რომ შემოქმედის პოზიცია ინფანტილურობაში ყოფნის მდგომარეობაში არაურიოთ, როცა ადამიანს საწოლზე წევს, სრულად არაფერს არ აკეთებს და ციდან ფულების ჩამოცვენას ელოდება. ანუ ეს არ არის შემოქმედის პოზიცია. 1.5 საათი ჩართულია ლაივი. ხო. არა, მსოფლიო ჩემპიონს არ უყურებ მე, რა ვიცი, ხა მეზარება და არ ვიცი როდის არის ხოლმე. შენ აუცილებლად უნდა იყო იმ საქმით დაკავებული, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს და ყველაზე კარგად გამოგდის. ამით საზოგადოება სარგებელი უნდა მოუტანო. ხო, აი ხა მაგალითად, ნახე, მე ხა დავიწყე ნაგვის მოგროვებას დავამთავრებ გეტყვით. მეც გირჩევთ, რომ დაიწყოთ დასუფთავება ტერიტორიების. ანუ მანქანით სალაშქროდ სადმე თუ წახვალთ ხოლმე, ერთი რულონი ნაგვის პარკები წაიღეთ და ხელთათმანები. ეხლა რაც შევძელი ერთი პარკი გავავს, უბრალოდ მე ზევით იმ ქუთაისში დინარაზე ზევით იყო დაგროვებული ნაგავი რა, ანუ ნაგვის ურნები არ არის, მაგრამ ნახეთ როგორ არის, როგორ კეთდება ეს საქმე. ეხლა ჩვეულებრივი მოქალაქე ფიზიკურად ვეღარ გაიტანდა ზევით უკვე ბევრი ნაგავი დამხვდა. იქ უკვე საჭიროა რა ნაგვის ურნა იდგეს და ნაგვის მანქანა შედიოდეს. ამიტომ ანუ რა შეგვიძლია ჩვენ შევიდეთ გავაპიაროთ ადგილი, გაპიარდება ეგ ადგილი, როგორც მე რამდენიმე ჩაჩქერი და ის გავაპიარე. ეხლა მე კი არ ვაპიარებ მაგას მარტო, სხვებიც არიან, ხო, მთელი ბავშვობა აქვს ხალხს გატარებული. ბოსტანს ხვალ ვნახავ და ამ დღეებში გადავიღებ ვიდეოს, ბოსტანი არ მინახავ 3 დღეა. და გადავიღებ ვიდეოს და მე კარგად თქვენ როგორ ხართ, აბა. და გაჩვენებთ ვიდეოში, გაჩვენებთ შემდგომი ეტაპი ბოსტანში რა ხდება. რა რით შევწამლე და რა სიტუაცია არის რა. ხო და ამიტომ, როდესაც იქ ტურისტები მოიმატებს, ტურისტების ნაკადი მოიმატებს, მე უკვე დაინახავს იქ ადგილობრივი გამგეობა და ადგება და დადგავენ ნაგვის ურნებს და ეს ნაგავი აღარ იქნება. ხო და ერთი პარკი მე რაც შევძელი წამოვიღე. ანუ ჩავთვალეთ იქ რამდენიმე თეთრი, ანუ კვანტურ ფულში რამდენიმე თეთრი შეიძლება 2 ლარი, 3 ლარი დამერიცხა რა. ან წვანილები მაგ და კიტმა ეხლა დაიწყო დამწიფება და პამიდორიც ცოტა ასხია და ეხლა ნახოთ რა იქნება. ვიდეოებში გაჩვენებთ რა. იმიტომ რომ წელს ახალი მეთოდებით ან გაფურჩქნა და მოგეთ ზედმეტი ფოთლები მოვაცალე პამიდორს და ნახოთ რა შედეგს მოგცემს რა. ბოლოს კი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა შესაძლებელია თუ არა სისტემაში რჩებოდეს ადამიანი, აი თამარ წეღარა კითხვას დასვა, რჩებოდეს ადამიანი, მატრიცულ სამსახურში მუშაობდეს და ამავდროულად ამავე დროს იყოს გამოღვიძებული. ცნობიერად მყოფი. პასუხი არის დიახ. კი შეიძლება, მაგრამ აქ უკვე ფული შენთან შემოდის მხოლოდ სამსახურეობრივი ხელფასებიდან. მულჩირება ის არის? აღარ მახსოვს მულჩირება რომელია. ხო, აი ნახეთ უბრალოდ შენ შეიძლება იყო ნაწილობრივ მაინც მატრიციდან გამოსული, გამოღვიძებული აზზე მოსული, მაგრამ თუ სამსახურებში ძირითადად მუშაობ, კვანტური ფული არ მუშაობს ასეთ შემთხვევაში რა. ანუ უბრალოდ სამსახურის ფულზე ხარ დამოკიდებული. კვანტური ფული უკვე თავგადასავლებში იწერება კვანტური ფული. იმიტომ რომ პლუს აქ მარტო ნაგვის შეგროვება არ არის. მე მაგალითად ნახე ინფორმაციას გადავცემ სიხშირეებით. აი თქვა სუფრაზეზე ხარ და რაღაცა ლაპარაკი მიდის. შეიძლება რაღაცას ტექსტი უთხრა ადამიანს, მაგრამ მის ოჯახში რაღაცა რო ხდება, პასუხები რო აინტერესებს, პასუხებს მე ვეუბნებ ისე რომ ის მე 1-2 კვირის მერე ან რამდენიმე დღის მერე მიხვდება, ან პასუხებს რო ეძებდა თავის ოჯახურ პრობლემებზე, მე ისეთ რაღაცა ტექსტებს ველაპარაკები, სრულად აბსურდი რა, რაღაცა ყოფა ცხოვრებას თითქოს, მაგრამ ის მე ანუ სიხში თვითონ ინფორმაციები გადაეცემა სიხშირით, არა მარტო ანუ ესე ბუკვალურად, არამედ სიხშირეებით ძირითადად რა. და მოგეთ მანდაც ფული გამომუშავდება, ანუ მონეტიზაცია არის, კვანტური ვალუტის მონეტიზაცია არის ჩართული, მანდაც კი. ანალოგიურად ტკბილ სიტყვას ეტყვი კაცრ, აი მაგალითად კაცრ სიტყვის თქმაზე და პედაგოგიკურ აღზრდელობით სამუშაოებზე, რომელიც შეიძლება მაგარ ჩხუბში გამოიხატებოდეს, მან ყველაზე მეტი მონეტიზაცია იწერება. ხო, ეხლა ნახეთ რა ხდება. ერთი წამით წავიკითხე კომენტარი. ხო, გამორჩევას ვსწავლობ, კი, ეხლა ვსწავლობ ჯერ კიდევ.
5 წელი აქვს სწავლობ ბოსტნის გაკეთებას რა, ნახევარი შემიძლია უკვე ვთქვა რომ ვისწავლე, ერთი ნახევარი კიდე სასწავლე მაქვს. თამარი წერს ესე იგი, ამიტომ აგროვებენ ტურისტები ნაგავს, დაყრის რომ ნახავენ ჩვენთან კვანტურ ფულს წერენ. ეხლა ნახე, მან ხდება თამარ როგორი რაღაცა. მარტო ანუ თვითონ როდესაც უცხოელი აგროვებს ნაგავს და ქართველი არ აგროვებს, მან ხდება შემდეგი რამე, რომ ის ინაღდებს ადგილს, ანუ წარმოიდგინე, როდესაც უცხოელი ტურისტი ნაგავს აგროვებს ქართულ ტერიტორიაზე, ამ დროს ხდება მისი ამ ტერიტორიაზე ჩაწერა. ეს იუსტიციის სახში გარკვეული კანონების მიღებულია ჩვენ მოგწოს არ მოგწოს, ესენი არის მერე შემდგომ. ეს უკვე ტექნიკური მხარეებია და ეს რეალობები იქმნება ზუსტად მაგ პროცესებში. როდესაც ნახე წარმოიდგინე, აი უყურე 30-50 წელი, როდესაც გრძელდება, რომ ქართველი მივა, ჩვენ ხა ქართველებს ხო არ ვლანძღავთ და იმას ხო არ ვძახთ, რომ ვერ ვიტანთ, არა, აქ არის რეალობა როგორც არის, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს კულტურაში ჯერჯერობით ნაგვის მოწესრიგება, ნაგავი არ დაყარო ბუნებაში. მივიდა ქართველების ჯგუფი, იქეიფეს, დაყარეს ყველაფერი, წავიდნენ. მოვიდნენ რუსები, უკრაინელები, გერმანელები, რაღაც უცხოელები, დაასუფთავეს, წავიდნენ. ეხლა მე თქვენ გეკითხებით, ვისია ეს ქვეყანა? ქართველების თუ უცხოელების? აი მე გეკითხებით. ალგორითმში წერება რომ ეს, ნახე, არის ქართველების, მაგრამ უკვე იყო. ანუ ამ შემთხვევაში ხდება უცხოელების. აი როგორც არის ნათქვამი რომ სასუფეველი ცათაი მიიტაცების, ანუ როგორც თქვა ძველ რჩეულ ერზე გადმოდიოდა ეს ხო საფრთხო წინასწარმეტყველებები და მთლიანად ეს მესია ძველ რჩეული ერი და მოვიდა და ასე შემდგომ, მაგრამ მე ეს თუ აბორიგენულმა მასებმა და უცხო ტომელებმა მიიღეს ქრისტიანობა, ანალოგიური სიტუაცია ხდება ჩვენს სოციუმში, როდესაც ქართველი ყრის ნაგავს და უცხოელი ალაგებს და ეს ხდება ყოველდღიურად 10 წლეულების განმავლობაში. ქართველი ამით აწერს ხელს რომ მე არ მინდა ეს ქვეყანა. მე მიდის ქვეყნიდან და ამ თვითონ მე ქვეყნის ენერგეტიკა და ვიბრაციები ისეთ მის პირად, ანუ რეალობის შტო რაც არის, რეალობის ტოტი, მის რეალობის ტოტში და მის რეალობის მულტივერსში ისე ლაგდება ალგორითმები, რომ მისთვის აკყოფნა აუტანელი ხდება, დაწყებული პროდუქტების სიძვირით, დამთავრებული ნეტ ამ ქვეყნიდან გავიქცა და მეტი არაფერი არ მინდა, დამთავრებული ამით. აქ ვამბობ ჩვენ ფაქტები რაც არის და ამიტომ ხდება, ანუ ხელის მოწერა ხდება, ანუ ქვეყნის გადაბარება არ ხდება მთავრობის მიერ, ეს ხდება მთელი ქვეყანა ამაში არის ჩართული, ანუ მთავრობას და ხალხიც ერთად არის ჩართული, ანუ მთავრობა ხალხია და ხალხი მთავრობაა, ეს ერთი მთლიანი საზოგადოებაა რა, უბრალოდ განაწილებულია თანამდებობები. ზოგი მეეზოვეა და ზოგი გამგებლის მოადგილე, ხვდებით? ანუ ამ ყველაფერს გადაფორმება, ქვეყნის გადაფორმება უცხოელებზე ხდება ერთობლივად, ანუ ერთობლივად ახორციელებს ამას ქართველი ერი. როდესაც ყრის ნაგავს, უცხოელი შემოდის და ამ ნაგავს ალაგებს. როდესაც უცხოელი ამ ნაგავს ალაგებს, მატრიცაში ენთება მწვანე, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მეგონებთ როგორც არის, ენთება მწვანე, რომ ის აქ დარჩეს და იცხოვროს და მიიტაცოს ქვეყანა. ამიტომ ჩვენ თუ ჩვენს ნაგავს დავყრით და არ ავიღებთ, ჩვენ ამით საშუალებას მივცემთ, რომ უცხოელებმა იყიდონ ეს ქვეყანა. მე იქ მიტინგებზე რამდენიც გინა იარე, მაგას აზრი არ აქვს. კი, ერთობა კარგია, მაგრამ მთავარი ალგორითმი წერება აქვს. შენ როგორ ეპყრობი ბუნებას, ახლა მაგალითად კორპუსების აშენება რომ უნდათ ქალაქში რაღაც კომპანიებს და მიდი აგზავნიან იქ ვიღაცა პეშკებს, ეს ვიღაცა აიკები, რასაც ქვია, ხრეტენ ხეებს, იქ ბენზინებს და დიზელებს და სალიერტებს და რაღაცებს ასხავენ, რომ ეს ხე გახმეს, მეორე დღეს გამოვიდნენ და ეს ხე გახმა მოსაჭრელიაო, მოსახლეობის დასანახად, მოჭრია და აშენებენ კორპუსს, ხვდებით? აი და მე ყიდიან უცხოელებზე. აი ნახე რამხელა პუნქტებია ჩამოთვლილი. რამხელა პუნქტებია ჩამოთვლილი რა. ანუ მე ყიდიან უცხოელებზე და ან ბოდიში და ეგეთი გამოთქმა არის, რომ დედაბერი აკუებდა და მე თან წყრებოდაო რა. აი ეგეთ მდგომარეობაში ვარდებით ჩვენ, ხვდებით? ანუ ჩვენ ვანადგურებთ ჩვენ ანუ ადამიანს როგორ გონიათ, ეს ხო მე არ ვიყავი, ის იყო. შენ რო არ იყავი, შენ იქ არის, შენ იქ დაყარე ნაგავი, იმან ის მოჭრა. საერთო ჯამში გაიყიდა ქვეყანა, ამაზეა საუბარი. და დავამთავრებ ახლა. ხო, აი კი, როგორ ხეხავენ და ალაგებენ.
ხო, აი ეგრეა, ამიტომაც მე ისე დონეზე არიან რა. აი ხო ზუსტად საქართველოს მიწებიო თავნო რაღაცა პარტია აღდახსენები რომ და ხმას ვერ იღებ ხო. აი მე საუბრობ ხალხმა მატრიცაში და როგორ იწერება ალგორითმების აქ პარტიას მნიშვნელობა არ აქვს. ზუსტად ნახეთ როგორ არის ქართველი ადამიანი ზუსტად სხვადასხვა ილია ჭავჭავაძე მაგას ყვებოდა ზუსტად როდესაც კაცია ადამიანი დაწერა ილია ჭავჭავაძემ ის კი არა თქვა რომ იქ ბოლშევიკები ცუდები არიან მენშევიკები კარგი არიან და პირიქით პარტიებზე კი არ იყო საუბარი როდესაც კაცია ადამიანი დაწერა და ლუარ საფთათქარიძე აღწერა ეგ აღწერა მთელი ქართული ხასიათი ამაზეა ზუსტად საუბარი რომ ჩვენთან არის ესე რომ ვის რა დონეზეც მიუწვდება ხელი ანუ ვინ რა თანამდებობაზეც არის რა პოზიციაზეც არის ყველა არის ჩართული მაქსიმალურად კორუფციაში და მაქსიმალურად ნეპოტიზმში. მე მაგალითად მიმაჩნია რომ აი კორუფციისგან შეიძლება გაიწმიდოს, ატკატებისგან შეიძლება გაიწმიდოს სისტემა, მაგრამ ქართული რეალობა ნეპოტიზმისგან ვერ გაიწმინდება ვერასოდეს. ეს არის გამორიცხული. მაშინ ნეპოტიზმი თუ გაქრება საქართველოში, ჩათვალო იქ ქართული აღარ იქნება რა. მაგრამ ნეპოტიზმი საქართველოში კი არა, ევროსაბჭოში და ევროკავშირის იმაში რომ იქ ამერიკაში კიდევ უფრო მაგრად არის რა. ეს მარტო ჩვენი ეს თქვა ეროვნული ის არ არის თვისება. ამიტომ ეს ნაცი ქორცის ზახილი ეს საერთოდ ეს არის ტელევიზიების პროპაგანდა. აქ ჩვენ ლაპარაკობთ რეალობაზე. ერთი მთლიანი ქვეყანა როგორ ფუნქციონირებს რა. ანუ გარკვეული სიყალბეები, რომელიც ყალბი ნიღბები, აი ეს ნიღბები აი ამას გამოსახავს, ჩემი ნიღბები ზუსტად. ეს ნიღბების მოხსნა უნდა დაიწყოს ხალხმა და გარკვეული კლიშეების და გარკვეული აი რაიონებში რაც ხდება განსაკუთრებით ყველა სხვის დასანახად რო ცხოვრობს და ასე შემდგომ აი რაც მაგალითად აღწერილია იმერულ ესე იგი სამანიშვილის დედინაცვალში და მსგავს ესე ვთქვათ გენიოსების ნაწარმოებებში ზუსტად ამ ყველაფერზე იყო ანუ ხაზგასმული იყო ეს ასე ნუდარ დუმბაძის იქ რომანებში ხაზგასმული იყო ჩვენი ეს თვისებები რა რაც კარგებიც და რაც ქონდა ცუდიც ეგ დათათუს აშკარში მით უმეტეს ხო გავაგრძელოთ ხო სასწაულს ასე რომ გამოგვიძებულებო ხო ვამთავრებთ პრინციპში ასე რომ გამოგვიძებულებო კვანტურ ვალუტაზე გადასასვლელად მოემზადეთ. როდესაც საქართველოში ციფრული ფული შემოვა, დროთა განმავლობაში ჩვენ მას ჩავეხსნებით და გადავალთ კვანტურ ფულზე. ეს გარდაუვალია. ეს დამთავრდა. მოკლედ ეხლა ერთად თქვას დავამატებ და გავალ. ანუ ამით იმის თქვა მინდა რომ ჩვენ რეალობას ვქნით ჩვენ. ეხლა მაგალითად აი რაც შეეხება ქართულ ოცნებას. ქართული ესე თქვა ქართული ბანკი როგორც ქართულ ბანკის მიერ დაფინანსდა ეხლა გადავაზიარე მე კახა კალაძის და იმათი პოსტები იყო ქართულ ბანკის მიერ დაფინანსდა ეს იმის ბოტანიკური ბაღის თავზე და აი იმის თავზე თაწმინდის თავზე მოგდეს თები რაც არის თაწმინდის გარშემო რაც არის კი ნახავდით ეხლა სიუჟეტებში 700.000 ხე დაიდგა რა ანუ რეკრეაციული ახალი ზონა გაშენდა ეხლა მე ამას რატო ვლაპარაკობ წინა ლაივებშიც კი ვთქვი მართა ჩანაწერებში იყოს ეს 2012 წლიდან მე ლაშქრობებს ვატარებდი და იქ ხან პაემნები მქონდა და ხან სტუდენტები დამყავდა და ხან ლაშქრობა ქონდა ხან ველოსიპედებით ვეშებოდით და თუ კი რამე არსებობდა ყველაფერს იქ ვაკეთებთ ანუ ასე თქვა ახალგაზრდული აქტივობების ფარგლებში და მე ვიცი ის ტყეები რა მდგომარეობაში იყო ანუ ფიჭვები იყო სრულიად განადგურებული ანუ რა თქმა უნდა არ იწყებოდა იყო უდაბნო სარწყავი სისტემა ხა როგორც მე სიუჟეტებში ნახე ყოფილა ესე იგი საბჭოთა კავშირის დროს კომუნისტების დროს ყოფილა და მე რა თქმა უნდა ყველაფერი ჯარში ჩააბარეს და მოგეთ 700.000 ენერგი დაერგა და ახალი რეკრეაციული ზონა გაშენდა რომელსაც მე შეიძლება 10 ვიდეო მიუძღვნა რა იმიტომ რომ ფეხითაც და ველოსიპედითაც მექნება გასვლები მე ნელ-ნელა რა შემოდგომიდან ალფად და გადავიღებ ამ ყველაფერს. როგორც ახლა იქ თვითონ იქ მიც გააკეთა ეს ყველაფერი პირებმა იქ წარმომადგენელმა პირებმა რაც ისაუბრეს 5 წლის განმავლობაში კარგად გამოჩნდება ეს ხეტყის ზრდა და კაკაბი და რაღაცები გაუშვეს. მოგეთ ძალიან მაგარი პროექტი გააკეთა და პირდაპირ კავშირში არის თბილისში სუფთა ჰაერთან, იმიტომ რომ
იქ იყო ხახნო ხრეში, აი მტვერი, ნაგავი, ქვიშა რა და იქიდან რომ ქარს დაებერა და იქ რომ მწვანე საფარი არ გაეშენებინათ, თავზე დაგვეყურებოდა 24 საათის. რამდენი ქარი იქნებოდა, სულ მტვერი გვექნებოდა თავზე დაყრილი. ამიტომ ძალიან ბევრი კარგი პროექტი ხორციელდა და უბრალოდ გააჩნია რეალობის რომელი განშტოებაზე იმყოფება ადამიანი და ესე ვთქვათ, რომელ რეალობაში იმყოფება, ანუ ნეგატივს ხედავს ხოლო თუ პოზიტივს. თორე ეს არის იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნეგატივს ვერ ვამჩნევთ. უბრალოდ ჩვენ ნეგატივს ვაიგნორებთ. ასევე ხა მაგალითად ნახეთ როგორ მოხდა ნეგატივის დაიგნორებით მართვის მოწმობების საკითხი როგორ იყო ძალიან რო ეს ნახეთ მართვის მოწმობის აღების გამოცდები რო იყო უკვე ნუ კატასტროფა რო ხდებოდა ეგ უკვე იყო გადასული უნამუსობაში პირდაპირ მნიშვნელობით ეს იყო ნახეთ რა სისტემური ალგორითმული ნეგატიური ბირთვი რომელიც მატრიცამ შექმნა და ხალხის მოვალეობა იყო ერთადერთი რამე რომ ეს ნეგატიური ინფორმაცია ეს ნეგატიური რეალობა დაეიგნორებინა ეხლა მოხდა ნახეთ რა უკვე იმდენად გადავიდა დაუვკრეფავში მართვის მოწმობის ეს ჩაჭრები ხალხის რომ უბრალოდ შემცირდა რაოდენობა ხალხის რა ანუ ხალხის რაოდენობა შემცირდა იმიტომ რომ უკვე აზრი აღარ ქონდა ყველამ კარგად იცის 90 ლარიან იმაზე საერთოდ არ იყო მიღება და 250 ლარიან გამოცდაზე გადიოდნენ და ანუ მიდიოდა ფულის ჭრა ხო შემცირდა ეთყობა ხალხის რაღაცა მე არ ვიცი ზუსტად სტატისტიკა მაგრამ ეგრევე კოჭებში შეეჩნა რომ უკვე ხალხი დაიღალა და შემცირდა იმიტომ რომ სიუჟეტებიც გაკეთდა რომ დაინახეს რომ სტატისტიკურად შემცირდა ან მატრიცაში ეს ნახეთ როგორ ხდება ანუ ხალხმა დააიგნორა რეალობა ეგ კაციც ხო გარდაიცვალა მამაკაცი იმპაქტით რაღაცა გულშეტავისგან გამოცდაზე ანუ ხალხმა დააიგნორა რეალობა ანუ ნეგატიური რეალობა და ამ დროს როდესაც ხალხი ნეგატიურ რეალობას აიგნორებს ამ დროს მთავრობა იძულებული ხდება რომ შექმნას პოზიტიური რაღაცა რეალობა ანალოგიურ მოხდა სიტყვაზე ჯარიმებზე ნუ ცოტა ნუ უნიშნელო შემცირება ხდება მანქანის ჯარიმებზე და ეხლა ნუ რადიკაც რა თქმა უნდა უნიშნელო რაღაცა უკეთესობა იქნება უნიშნელო მაგრამ ცოტა შედარებით ჩადგება კალაპოტში რომ ყველა აი სისულელეზე აღარ ისე ვთქვათ აღარ ჩაჭრან გამომცდელი მართვის მოწმობის აღების დროს სალამი ხდებით ანუ ნეგატივს როდესაც დააიგნორებ ის ყველაფერი გაქრება როგორც გითხარით კიდევაც როგორ უნდა დავიბრუნოთ დაცული ისე ბოდიშით როგორ უნდა დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები ეხა აფხაზეთიდან წამოვიდა იქიდან გზავნილები რაღაცაო რაკეტებს ვისვრვითო იქიდან რაღაცა დრონებს გამოუშვებთო ესეც არის ჩვეულებრივი ნეგატიური ინფორმაცია რომელიც ჩვენს რეალობაში საერთოდ არ არსებობს ანუ საერთოდ თუ შენ ამ ინფორმაციას შენამდე არ მოუშვებ ეს რეალობა საერთოდ არ არსებობს და არ დადგება ეს იყო ერთ-ერთი მარკერი იმისა რომ მაგათად აფხაზეთის დაბრუნება იწყება იმიტომ რომ ეხლა ნახეთ როგორ არის სიტუაცია პოლიტიკურად მე საუბრობ მატრიცულ საკითხებს რა მატრიცაში როგორ ხდება ტელევიზიაში და საინფორმაციო გამოშვებაში როგორ ხდება უყურეთ ტელევიზიაში მე სხვა რაკურსით ხედავ ეხლა აქ ნახეთ როგორ რამეა რუსეთში ბარდაგია აი პირდაპირ მნიშვნელობით ბარდაგია შემოდგომიდან იწყება ეხლა ამ ყველაფერს რატო მე მიგროვდება ეხლა ეს სათქმელები და მე მავიწყდება და უამრავი ინფორმაცია მოდის მე ამიტომ ეხლა მე დავიწყებ ხოლმე ზოგ ლაივს TikTok-ის ზოგ ლაივს დავდებ ხოლმე YouTube-ზე რომ ჩანაწერს გადმოვწერ დავდებ რომ იყოს რა ეს ისტორია შემოენახოს აი ხა იქ იწყება რუსეთში სერიოზული ბარდაგი რაღაცები ითიშება დენი არ აქვს ინტერნეტი არ აქვს მოკლედ რეგიონებში რაიონებში ქალაქებში კარო შე რო იტყვიან ხო მე მით უმეტეს ახლა ნახეთ რა ხდება აქ არის ორი რეალობა რუსეთი ევროპასთან ომს თან იწყებს თან არ იწყებს ან ეს ორი რეალობა ერთად მუშაობს რა თავისი არგუმენტებით შესაბამისად ახლა ომს დაიწყებს და თახვები ხო არ დაიწყებენ და ზაზუნები ომს ანუ დაიწყებენ ადამიანებით ხო ეს არის ზოგადად თვითონ გლობალისტების გეგმა რომ რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი ჩახოცონ აქ პოლიტიკა ეს არის თითიდან გამოწვეული თემა რაც შეიძლება ბევრი ხალხი ჩახოცონ კომენტარებში უპასუხებ ერთი წუთი დამელოდეთ და სექტემბრიდან უკვე გამოცხადებულია მობილიზაცია ეხლა წარმოიდგინეთ სექტემბრიდან არის თუ სწორად მახსოვს რუსეთში გამოცხადებულია მობილიზაცია დედიან ბუდიან და ყველას გაყრიან ომში
სადაც უკვე სტატისტიკა არის დაწერილი, ოღონდ ეს სტატისტიკა უკრაინელებზე იყო თუ რუსებზე არ მახსოვს ზუსტად, რომ ომის, ნახეთ, ომში ჩართვიდან პირველ 35 წუთში კვდება ხალხი. ანუ წარმოგიდგენიათ ხალხ, ხო? აი 40 წუთიც ვერ ძლებს, ანუ პირველ ნახევარ საათში კვდება ხალხი. არავინ ასად არ ჩარჩებით, მოიცადაც ერთად. ანუ ეს არის ჩვეულებრივ სასაკლაო, ანუ აქ ეხლა ნახეთ როგორ რაღაცა, ვინც მოახერხებს, პირდაპირ დაიწყებს ხალხი გამოსწრებას, თელი რუსეთი ჩამოაქვს შათვალეთ რა. ეს გეოპოლიტიკურ საკითხებს ბევრ რაღაცებს აი ძალიან დიდი ძრები მოხდება. ჯერ ესეთი აი უკრაინიდან როდესაც წამოვიდა ესამდენი ტურისტი, წამოვიდა, ვიქნები ხოლმე რა, ხო, შემდეგ ლაივებზე ვიქნები. უკრაინა რუსეთის ომი როცა დაიწყო, ესამდენი ტურისტი რას ქვია, დევნილი წამოვიდა უკრაინიდან და აქ ეხლა ერთგვარი ტურიზმის დაბუსტვა მოხდა და ეკონომიკური ციფრები მაგის ხარჯზე გაიზარდა და კიდე რაღაცების ხარჯზე. ეკონომიკურ ციფრებს რო აფრიალებს ჩვენი მინისტრები რა. არა საქართველოსთან არანაირი საქართველოს არავისთან ომი აღარ ექნება. არაფერი აპოკალიფსამდე, ანტიქრისტეს დროს რაღაცა შეიძლება ომი რაღაცა იქ სლავაჩკას წინასწარმეტყველებაში რაც არის ვიდეოებში ეგენი იქნება დანჩენი მეტი არაფერი. ხო და აქ ახლა ორი ვარიანტია. რუსეთის დასუსტება ჯერ ესეთი როგორც ესეთი რუსეთის დასუსტება არ მოხდება. და აბა ომი გინდათ პოლიტიკა როდესაც ამ ფრაზებს ისვრიან, ნახეთ როგორ არის ჩვენ გვაწყობს რა? ჩვენ გვაწყობს ის რომ დაბრუნდება ცივი რეალობა რა არის? არა, ომი არ იქნება. დაბრუნდება ტერიტორიები, ეგ ავტომატურად მოხდება, ამიტომ ჩვენ ეს უკვე როდესაც ეს მიტინგები რუსთაველს მორჩა და ესე თქო რუსეთი ოკუპანტიას ზახილი როდესაც მორჩა, ოკუპანტი მე ძალიან ბევრი რამე და ძალიან ბევრი ვინმე ვიცი, კიდე ვინ არის ოკუპანტი, რუსეთი ოკუპანტიას როდესაც მე გეტყვით რომ ყველაზე მეტი ოკუპანტები ზოგჯერ ჩვენი მეზობლები და ქართველები არიან და ყველაზე მეტი ჩვენს პირად რეალობაში იჭრებიან ჩვენი ახლობლები, ნათესავები და მეზობლები. ჯერ ეგენი არიან ჩვენი პირადი ოკუპანტები, იმიტომ რომ ჩვენს ცხოვრებას გვართმევენ. ოკუპაცია ის არ არის რომ მარტო მიწა ჩამოგაჭრას რა. და მე არიან სხვადასხვა ეროვნებები და სხვადასხვა იქ რაღაცა სულიერი თუ ხორცელი არსებები. ამიტომ, როდესაც ნახეთ ჩვენ რა მოგებული პოზიცია რა ხრივ გვექნება, როდესაც ჩვენ კონკრეტულად რუსეთთან ომი არ გვექნება, ამით ჩვენ არ გვექნება რუსეთთან ომი და არ გვექნება დანარჩენ სამხრეთ მეზობლებთან ომი. გესმით? იმიტომ რომ რუსეთის გამო ჩვენ სამხრეთ მეზობლები ვერ დაგვიწყებენ ომს. პლუს იქაც გარდატეხებები იქნება, პლუს მე ამას რუსეთი დაიწყებს ომს ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან და ეს უკვე ძალიან დიდი პროცესები მიდის იქ. ჯარები და გადატყვეტს და მობილიზაცია გერმანია სერიოზულ დონეზე ემზადება, საწოლებს ყიდულობენ, ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო, ბევრი გავაზიარე და ასე შემდგომ. თავარია გლდანისტება გადავარჩინოთ ბოლომდე, ხო? ამიტომ საკითხი არის ესე რა. რას ვყვებოდი და რა მოვყევი. ხო, აქ ძალიან ბევრი აქ ჩათვალეთ რომ შეიძლება აი მოგეთ რამდენიმე 10,000 რუსი შემოვა აქ ახლა რა. აი ამ 2020 აი ამ დარჩენილი ნახევარი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შემოვა იყიდან ბინებს და მოკლედ დათხოვდებიან, დაქორწინდებიან, ბიზნესებს გახსნიან და ასე შემდგომ. ეს ხა ეკონომიკურ მოდელს და ბევრ ამას შეცვლის. ხვდებით? ბევრი პოზიტიური რაღაც მოყვება, ბევრი ნეგატიური, მაგრამ ნეგატიურზე მეტად უფრო პოზიტიური მოყვება რა. ნუ ნეგატიური ქართველებისთვის ზოგადად ჩვენთვის ის არის, რომ ჩვენ ცოტანი ვრჩებით, უმცირესობაში ვიქნებით, ეს უკვე გარდაუვალია, ჩვენ უკვე უმცირესობაში უკვე ვიქნებით მალე, ამას უკვე ვეღარაფერი ვეღარ შეაჩერებს. მაგრამ აქ არის თავარი რა, რომ შენ უნდა შეძლო ასეთ პირობებში, ასე როგორ თქვენ, ადაპტაცია მოახდინო ასეთ პირობებში და შენ როდესაც ქართველი ერი ხარ უმცირესობაში და ძალიან ბევრი ერი იქნება, შენ კვლავ შეძლო სიტუაციის და პოლიტიკის მართვა შესავე ქვეყანაში. არა, ნახე როგორ არის, ჩვენ რუსები არ გავხდებით რა, ჩვენ რატო გავხდებით რუსები? ესენი ნაწილობრივ გაქართველდებიან, ძირითადად გაქართველდებიან ის რუსი გოგოები, რომლებსაც ჩვენ ბიჭები მოვიყვანთ აუცილებლად და აუცილებლად მოვიყვანთ რუს გოგოებს ცოლად და უკრაინელ გოგოებს, ეს დაწყებული ეს პროცესი და ძალიან დიდ მასშტაბებს შეიძენს. და ესენი გაქართველდებიან ძირითადად.
დანარჩენი ცალკეული ჯგუფება დარჩებიან რა, თუ თავიანთი ერის წარმომადგენლები უბრალოდ ცოტა ენას ისწავლიან. მცირე ეთნოსებად იქნებიან თავიანთვის დანარჩენ, ანუ ასიმილაცია ნაწილობრივ მოხდება ნაწილობრივ. რაც ახლა Blackpink-ის წევრებზე კაცები არიან, ფოტოს დააკვირდი და ეგ არის შეცვლილი სელებრიტებია, ორსქესიანი სელებრიტების დასაკრავსიაში ნახეთ, შეცვლილი სქესებია მაგათთან რა. და ამიტომაც არიან ესეთი პოპულარულები. იმიტომ კი არ არიან პოპულარულები, რომ ახლა კარგ სიმღერებს წერენ. პირიქით არის. რუსეთ-უკრაინის ომი არ, ანუ მაგაზე აქაც და აქ დავდე მე უკვე, ესე იგი მიდევს ვიდეო რა, აი აპინული მაქვს ახლა რა, ლურჯი პროექტი ლურჯის სხივი აპინული მაქვს ეგ ვიდეო და ის ნახეთ რა. და ეხლა მატრიცის ინტერფეისში იქნება გავწელეთ ცოტა დრო, იმიტომ რომ ინფორმაცია მქონდა დასახვეცი და დასამატებელი, მატრიცის ინტერფეისში იქნება მატრიცაზე. ამათ ბევრი რეალობა ერთდროულად მუშაობს რა. და ხო, ეხლა დასასრულისთვის ვიტყვი ეხლა ერთ რაღაცას. ჩვენ უახლოვდებით ფილმ ტერმინატორის სცენარს. ფილმი ტერმინატორის სცენარი, რომ 5-ჯერ განვიხილე, მაგრამ აქ ეხლა სადაც შვარცენეგერი რო თამაშობს T800 თუ რაც ქვია, ეს ტერმინატორი, როდესაც უყვება მეორე ნაწილში, აპოკალიფსის დღეოთ მეორე ნაწილს რა ქვია, აღარ მახსოვს. თუ იმისიოთ მეორე ნაწილს ტერმინატორს რა ქვია, განსჯის დღეო თუ საშინელ სამსჯავროს დღეო თუ რაღაც ეგეთ ქვია რა. ყველაზე პოპულარული არის მეორე ნაწილი, იქ არის აღწერილი, როგორც ეს ტერმინატორი უკვე დადებითი პერსონაჟი რო ხდება და დასახმარებლად გამოგზავნის ის ბავშვობის ფოტოებში როგორ არ არის, ეგ ბავშვობის ფოტოებში აი ეხლა დავდებ მაგალითად ინგლისის დედოფალი დაიანა. ინგლისის დედოფალი დიანა იყო 100%-იანი კაცი და მოშნი ვიდეო დაიდება. მაგისი ბიჭები, აი ვიდეოები რო და ორივე გოგოა. აი რო დადიან, ჩვეულებრივ ქალის ჩონჩხის აღნაგობა აქვს და თავის ქალა. ანუ პრინცესა დიანა იყო ჩვეულებრივი მამაკაცი, რომელიც აღიარებული იყო სოფლიოში ერთ-ერთ ლამაზ და მომხიბვლელ ქალად და ხალხმა თავიანთ შვილებს მაგის გამო დიანა დაარქვეს. ხვდებით? მაგრამ ჩვეულებრივი ტიპი იყო კაცი, აი ჩვეულებრივი კაცი რა და ეხლა იქ რაღაც ვიდეოებს დავდებ რა, ამ დღეებში მექნება. ხო. ესე იგი, მან დასაკრავსიაში არის. ხო და რას ვიძახდი? მოკლედ T800-ის რაცაც წყვება ბირთვული დარტყმები და მოკლედ ბირთვული რაკეტებით შეიძლება ამოქმედონ რა. ეს აყოლებს აკეთებენ იმისთვის, რომ გამოიწვიონ ეს წყობრიდან გამოსვლა ამ ნავთობ ბაზების კრიზისები რა, მოკლედ ეკონომიკური კრიზისები, რომ ხალხმა ერთმანეთი დაჭამოს. ანუ საბოლოო ჯამში უნდა აერიოს სიტუაცია, რომ მე ანტიქრისტე მოიყვანონ სათავეში ყველაფერს დასალაგებლად რა. ასე რომ დიდი ომები იწყება, მაგრამ რაც შეეხება ემიგრანტებს, ახლა საქართველოს ემიგრანტებს, ახლა არ ვიცი, წესით დარგი ისეთი რა უნდა მოხდეს, ახლა რომ ხალხმა ვერ გამოაღწიოს. წესით დარგით ყველაფერს გამოაღწევთ რა. რა სადმე თუ რაიმე ისეთი დაიწყება, ახლა ყველაფერი ესე 5 წელი ხო ხედავთ, ხო უკრაინაში 5 წელი გრძელდება ომი და ხო თავარია რომ ახლა იქ ემიგრანტებს ომში არ ემწაგიყვანთ და წამოსვლას მოკლედ წამოსვლას შეძლებთ რა, თუ სანამ რომელიმე ქვეყანაში იქნება ომი, დაინახოთ რომ იწყება ომი და წამოხვალთ. მე არ ვარსებობ. ეს არის ჩემი ციფრული ავატარი თქვენს ლაივებში და ვიდეოებში. მე აღარ ვარსებობ, ამიტომ პირად შეკითხებს აზრი არ აქვს. წავედი, კარგად იყავით ხალხო. ეს შანსი დაიდება YouTube-ზე. ამშვიდობის. გათხოვდა, კაი.